ის რომ შენი კომპანიის ვებსაიტი დღეს გამართულად მუშაობს, არ ნიშნავს რომ მომავალში პრობლემა არ შეექმნება. მე ლევანი ვარ და გასწავლი როგორ გაზარდო ბიზნესი ვებსაიტით. ამიტომ გამოიწერე გვერდი. ვებსაიტზე შემოსული მომხმარებლების ზრდასთან ერთად აუცილებელია ვებსაიტის მასშტაბირება. წარმოიდგინე წყლის მილი, რომელიც სტაბილურად წყლის ერთი და იგივე რაოდენობას ატარებს. თუ მილში წყლის ნაკადს 10-ჯერ გაზრდი, გაზრდილ წნევას მილი ვერ გაუძლებს და გასკდება. იგივეა ვებსაიტზეც. მომხმარებლების გაზრდის შემთხვევაში ვებსაიტი გაჭედავს ან გაითიშება. როცა გაქვთ სპეციალური აქცია, შეთავაზება ან კამპანია და ერთდროულად ბევრი მომხმარებელი შემოვიდა. ანუ ყველაზე საჭირო დროს ვებსაიტი გაითიშა, ასე ზარალდება ბიზნესიც და მომხმარებელიც. წარმოიდგინე, Amazon-ზე წუთში 10,000 შეკვეთა ფიქსირდება, მაგრამ ამ დონის დატვირთვას საუკეთესოდ შესრულებული ტექნიკური მასშტაბირება უპრობლემოდ უმკლავდება. მომხმარებლები ერორების და ხარვეზების გარეშე ახერხებენ ტრანზაქციების შესრულებას წამებში და ბიზნესიც შეუფერხებლად აგენერირებს შემოსავალს.